მოკლედ გუშინ წინ მოულოდნელად მოსკოვის ვოლკოვის საერთაშორისო აეროპორტში ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი, რომელზედაც რამდენადაც ოფიციალური წყაროები იუწყებიან, იჯდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი. ეხა იმდენი თეორია და იმდენი რაღაც წამოვიდა, რომ რა უნდა და საერთოდ რუსეთშიც არ იცოდნენ, რომ ეს თვითმფრინავი მან ჯდებოდა. ეხა განახებთ კადრებს, იმიტომ რომ დაიწყო მოულოდნელად იმის, რა ქვია, რუსული მილიციის მობილიზება ამ აეროპორტში. მე განმარტება გააკეთა იქ რუბიომ სახელმწიფომ, იმან, რა ქვია, მდივანმა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ აქ იყო მთელი შეხვედრა, სხვადასხვა თეორია ოფიციალურად გითხრეს, რომ განახებთ ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ აქ ცოტა სხვა ვარაუდები გამოჩნია პირადად მე და მოდი ახლა სანამ ჩვენ განვიხილავთ ამ საიდუმლო ვიზიტს მოულოდნელად, მეხის გავარდნას გავდამოწმედილ ცაზე, ამერიკული თვითმფრინავი რატო დაჯდა მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში. თხოვთ რომ დალაიქოთ ვიდეო მეგობრებო, გამოიწეროთ არხი, გავზიაროთ ვიდეო მეგობრებს და მოდი ახლა ვიდეო დავარიაქტოთ და გამოვიტანოთ დასკვნა. ჩემი ვარაუდსაც გეტყვით და თქვენი ვარაუდებიც მითხარით ამასთან მიმართებაში. აგერ ხედავთ როგორ ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ვოლკოვის მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში 25 აგვისტოს. კადრებს ხედავთ. ეხლა თქვენ აბსურდი არის, ხო, ამერიკის სატრანსპორტო თვითმფრინავი რა უნდა მოსკოვში ხა, ხო? არა სათუც מחართ რეებს მოისმენთ. ძმალე. ორ რა მოხდა? მილიციამ დაიწყო ეგრევე პატრულირება რა ვოლკოვის აეროპორტთან. რომ ვერ გაიგეს, რა ხდებოდა რეალურად, იმიტომ რომ ეს თვითმფრინავი დაიშვა რიგადან. და როგორც იუწყებიან, არ იცოდნენ ამის შესახებ. ეხლა უყურეთ, ხო, როგორც გითხარით. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ვიზიტის მიზანი იყო გაეფრთხილებინა რუსეთი თავი შეიკავოს ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმისგან. წყარო, ხო, Fox News-ი, რადიო თავისუფლება და ეგენ. მე ერთი კითხვა მიჩნდება ის საინტერესო, რა საჭიროა ვიზიტი მოსკოვში იმისათვის, თან ეხლა გავითვალისწინოთ თავარი რაღაც გამომრჩა და მადლობა ღმერთს ეხლა გამახსენდა, რომ სანამ ეს თვითმფრინავი მან დაეშვებოდა, პენტაგონმა გადასცა უკრაინას, რომ შეწყვიტოს მოსკოვზე ყველანაირი დრონებით შეტევა, რადგანაც ამერიკულ თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. ხო. მათ შორის მარტო იმაზე კი არ შეწყვიტეთო კაცო მოსკოვში ვალდბერის საწყობებზეო და იქ რაღაცა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ზოგადად არც ნავთობგადამამუშავებელი პუნქტები დაბომბოთო, საერთოდ ომი შეწყვიტეთო იმდენი ხანიო, სანამ ჩვენი თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრცეში იქნებაო რა. დააპაუზებინა ამერიკა მომი. ძალიან უცნაურია ცენტრალური სადაზვერვო სამსახური დირექტორი, მისი დირექტორი ჩადის თურმე იმის გამო, რომ პუტინს უთხრას ესეთი რამე, რომ მოდი ჩემოძმაო, შეიჭრები ბალტიისპირა ქვეყნებში. ეხლა ამის პარალელურად რა მოხდა კიდე დღეს. უკვე რაღაც დღეს გუშინ უკვე. რომ პოლონეთმა განალაგა ტანკები რუსეთის საზღვართან. გაუგებარია ეგეც რატომ? ჩემი ვარაუდი რა არის ხა? მოსკოვმა გააძლიერა კიევზე ბალისტიკური რაკეტების შეტევა და მიხვდა რომ ეს უკრაინული შეტევების ეს ავანტიურა და ძირითადად ეს სამიზნეები, რომელიც ოფიციალურ კიევს ამოღებული ყავს რუსეთში, ნენელა მაგათი რესურსები ილევა და სწორედაც შესაბამისი ხდება უკვე რომ დამატებითი ეს რესურსები რაღაცით ჩანაცვლდეს და რაღაცა დაემატოს. რა იციან რუსეთი ძალიან გამწარებულია, იმიტომ რომ ეს სერიოზული ზიანი მიედგა უკვე რუსეთს, მათ ნავთობ ინფრასტრუქტურას და ასევე სამხედრო ლოჯისტიკას. ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის გენერლებს აფეთქებენ, პოლკოვნიკებს აფეთქებენ და რუსეთშიც აღარაფერი აღარ არის დაცული. ეხლა რა ხდება? მეორე ვარაუდი ჩემი რა არის, ეხლა გეტყვით. ეხლა მოდი მეორე სკრინს განახებთ ეხლა და ის მარკო რუბიომ აქსიოს მიცა ესეთი ინტერვიუ, რომ მოკავშირეებს აცნობა მე ეხლა ჩემ ვარაუდს ვაყალიბებ აი ამ სწორედ რუბიოს სიტყვებიდან, რომ აშშ-მ ირანზე სამხედრო დარტყმების და სანქციების პოლიტიკაზე გადადის. ეხლა უყურეთ. მე მაქვს ესეთი ვარაუდი, რომ ამერიკელები, CIA-ის ყოფილი ამჟამინდელი დირექტორი ჩაფრინა მოსკოვში იმისათვის, რომ შეწყვიტოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ირანისთვის, რადგანაც ირანმა მიაყენა კოლოსალურად დიდი დარტყმა ამერიკის შეერთებულ შტატებს და განადგურებულია 2/3 პატრიოტის სისტემების და მთელი სერიოზული ზიანი აქვს ამერიკას მიღებული.
იმიტომ რომ ხალხო პირდაპირ გეუბნებით, ახლა მე არ მიჯერა რომ ეხა ამერიკელები ჩაფრინენ რუსეთში იმისათვის, რომ ბალტიას არ დაესხმა. ხა სულ საფეხზე არ კიდე ეხა რუბიოსას, ტრამპსაც უყოლას ბალტიას დაესხმა რუსეთი თუ არა? აი მე ეს თეორია არ მგონია, იმიტომ რომ ეს ტყუილი რეალურად, გამიზნული ტყუილი. მე მგონია რომ ამერიკამ შესთავაზა რუსებს რომ შეწყვიტოს მიწოდება სადაზვერვო ინფორმაციისა და სხვანაირი სახის ესე ვთქვათ სამხედრო დახმარება ირანზე, რადგანაც ირანისთვის არის ჩინეთი და რუსეთი დიდი წყარო. ამერიკას ადარდებს ახლა რამენაირად ირანი თვითონ ამბობს ამას ნახე რომ ანუ სამხედრო დარტყმებიდანო სანქციების პოლიტიკაზე გადავდივარ, რომ რას ნიშნავს განმარტოთ ახლა რომ არა მაქვს იმის ტრაკი რომ მე ვიომო, იმიტომ რომ ვერც ამერიკამ ვერ ჩაითრია ვერც ნატო ამაგომში და ხა ისრაელს საკუთარი გაჭირვებია ლიბანში და იმაში რა ქვია სირიასთან ეხლა და იქ თურქეთის ძალები იზრდება და მთელი ამბები. ნუ ისე მოხდა რომ ამერიკა არ ელოდა ირანისგან ამხელა ზიანს, ამერიკა დარჩა ირანთან მარტო, პირდაპირ ომობამ ყველაფერს, მიიღო დიდი რაოდენობით დარტყმა და ეხლა ცდილობს ამერიკა რომ ირანს ჩამოაშოროს ის მოკავშირეები, რომელიც არის ძირითადი სამხედრო საფლაისა და სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაციის დამხმარე და მე ჭიც არ მეპარება რომ მაგითო ჩაფრინა CIA-ის დირექტორი რომ რუსეთს შეეწყვიტა. თუ რუსეთი შეწყვიტავს დახმარებას, ამერიკა აიღებს ვალდებულებას იმაზე, რომ უკრაინამ შეამციროს, ან საერთოდ შეწყვიტოს სხვადასხვა ვალდბერის საწყობები იქნება ეს თუ მაგალითად ნავთობგადამამუშავებელი პუნქტები. და ამერიკას ხო იცით რომ შეუულია, ხა ირანთან არ გამოვიდა, მაგრამ ხა უკრაინასთან რო შეუულია, ნუ იქ ცხადია, ხო? შესაბამისად ჩამოვიყალიბდა ეგ ვარაუდი, ხა, ხო? აი მეტი რა ახსნა უნდა ქონდეს, ხა ხალხო აი რისთვის უნდა ჩავიდეს, ხა CIA შეფი, ხა მოსკოვში, იქიდან ვერ ეტყვა და სატელეფონო საუბრით, რასაც ტრამპი და პუტინი ოფიციალურ ვაშინგტონი და მოსკოვი აქამდე აკეთებენ, ასაგარი უწყებები, ლავროვი და ბრუბიო, სისულელია უბრალოდ რა. ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი გასაიდუმლოებული შეხვედრა იმისათვის, რომ რუსეთი და ჩინეთი ჩამოაშორონ ირანს. მაგრამ მგონია რომ ამ შეთანხმებას რეალურად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ირანს აყავს ჩინეთი მაგის გარდა. და ჩინეთი კომპრომისებზე არ მიდის ამერიკასთან, იცით თქვენ ხო? დაემუქრა ამაზე სი ძინპინი, დაემუქრა ჩინეთის საგარეო უწყება ამერიკას, რომ ის თუ გააგრძელებს ასეთ რეპრესიებს ირანის მოკავშირეებს, მას ექნება ქმედითი ნაბიჯები. იქ არის პაკისტანის საკითხი ცალკე, იმიტომ რომ პაკისტანიც ატრაკებს ბევრ რაღაცასთან ინდოეთი, ისრაელის მოკავშირეა ინდოეთი, ეგ ძალიან კარგად იციან და პაკისტანი არის ისლამური ქვეყანა, ბირთვული იარაღით შეიარაღებული, ძალიან ახლოს ირანთან, რომელიც ასევე სავაჭრო ურთიერთობები აქვს და ასევე სამხედრო დახმარებებს აგზავნის, ეგეც არ დაგვაუწყდეს. ანუ ირანმა დაუდგა ეგრეთ წოდებული რუსული ტერმინი რო გამოვიყენოთ, პაცდავკა ამერიკას. ან შეიძლება ცოტა ისეთი ტერმინი რო გამოვიყენოთ, საერთოდ ისრაელმა დააწყებინა ამერიკას უაზრო ომი და ისრაელი განზე გადგა. ეხლა ამერიკა დარჩა, ანუ ამერიკა არ ელოდა, იმიტომ რომ ამერიკამ ირანს მიაყენა კოლოსალურად დიდი დარტყმა, იმიტომ რომ მოუკლა ყველაზე მაღალ ჩინოსნები, ვინც ყავდა ირანს, მაგრამ მაინც ვერ დაშალა ირანი იმდენად შეკრული შიიტური სახელმწიფოა. ის არა მაგალითად რუსეთში როგორც არის ახლა რო არის, ირანი იდგა ღირსეულად ბოლომდე, მთელი ამ ომის განმავლობაში. ვერც კონტროლი ვერ მოიპოვა, ხა ტრამპი რაღაც სიგიჟეებს წერს, ხა გამოდის რაღაცა ტბა გვაქვს უკვე უჩვენიო, ყურე ამერიკის, ხა ოკეანე, წყნარ ოკეანეს ხალხო აპირებს, რომ ამერიკის ოკეანე და ხარქოს რა რაღაც ეგეთი სიგიჟეები არის, ხა მაგაცისგან არაადეკვატურობის პიკია უკვე და ეხა მე აქ რა ვარაუდით ჩამოვაყალიბე, ეს ვიზიტი, აი ჩემი სიტყვა და იმახსოვრეთ, ემსახურება ირანს. არავითარ შემთხვევაში არანაირი უკრაინა და რუსეთი არავის არ აინტერესებს, არანაირი ბალტიისპირეთი და არც პოლონეთი და მით უმეტეს ეხა არც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არის, საიმში არ არის. ამერიკას ჩახსნილი ამ ევროცენტრისტულ სამხედრო ლოჯისტიკურ პოლიტიკურ მას რა ქვია მატერიას საერთოდ, იმიტომ რომ ამერიკა მოწყვიტა ტრამპის შემდგომ საერთოდ ევროპის გამაგრების ნებისმიერი სახის ცდელობა. შესაბამისად მივიღეთ ის, რომ ამერიკას ჭირდება რუსეთისგან გარანტიები, რომ ის არ დაეხმარება მას და არ გადასცემს სადაზვერვო ინფორმაციას. მე ეს დასკვნა გამოვიდა პირადად. შეიძლება სხვანაირად არის, იმიტომ რომ ეხლა კიდევ ერთხელ აი განახებთ აი ამ კადრებს რა ხო ახლა აი მეტი რა მიზეზით უნდა დაჭდეს ამერიკის სამხედრო ხა რა აბსურდია ვოლკოვის აეროპორტი არის მოსკოვთან დაახლოებით 50 კილომეტრში მეგონი მოსკოვთან რა ეს აეროპორტები თბილისიდანაც არის აქ ფრენები და ისინი ვაშკი საიმში არ იყვნენ ახლა რუსები პოლიცია გაგზავნეს ვინები იყვნენ ახლა იმას ვინ დაარტყავდა ახლა წამოგი ისე შევიდა საჰეროსევცეში ამერიკა ამათ ასეც ვერ გაიგეს რა ნუ ახლა რუსეთის პრობლემებზე მიუთითებს აქ ბევრი რამე, მაგრამ ეს სხვა საკითხი არის და სხვა პრობლემებია, რუსეთს თავისი გაჭირვებია ამ წუთას, იმიტომ რომ ბენზინზე აქვს სერიოზული პრობლემები თვითონ ქვეყანას. და ეგ თავიანთი ბრალია რა, რუსული სისტემის ბრალია, იმდენად არის კორუმპირებული როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი და პუტინს ეგონა რომ ბევრ რაღაცაში ძლიერი იყო რუსეთის სამხედრო შენაერთები, მაგრამ სინამდვილეში არ აღმოჩნდა რუსეთი სიძლიერად დგას რაკეტებზე, ბალისტიკურ რაკეტებზე და დრონებზე, ეგ დრონები ეგეც ირანიდანაა შემოტანილი. დანარჩენი არის სუ ბლეფი და დანარჩენი არის სუ
სარიალა მე ამაში დარწმუნდი რომ პუტინმა ბევრი დაიჭირა გენერლები ვინებიც იყვნენ და მათ შორის ძალიან ბევრი საერთო ვითარებაში გადასული იპოვეს რა. მეტი აქ არანაირი ლოგიკა ხალხნო არ არსებობს, ეხლა რატო უნდა დაჭიდეს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ო იმ უკრაინა აქამდე რატო არ დაჭრა, ძალიან საინტერესო აქამდე. და საჭიროება არ იყო მაგის. მაგრამ ირანი აგრძელებს ეხლა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დაწესებას და ამავდროულად იემენელი ჰუტეი ბაბელმანდების სრუტესა და იმას აკონტროლებენ წითელი ზღვის ბაბელმანდების სრუტეს, ეს ორი სრუტე ზევიდან სუეცი ბაბელმანდები და აქეთ არის კიდე ჰორმუზი, რომელიც უკავია და რომელიც არის ზარღვი ძირითადი ამ ნავთობის სატრანსპორტო ლოჯისტიკის გადაადგილების აფლობენ სწორედაც შიიტები. და ამერიკა ფაქტია, რომ ამერიკა მიიღო უდიდესი ზარალი ირანის ამ 6-თვიანი ომის ფონზე ამერიკა ეკონომიკურად დამარცხდა მათ, იმიტომ რომ მაგაზე ცალკე ვიდეო შეგიძლიათ ციფრებს განახებთ თუ გინდა. ეხლა იმით არ დამარცხებულა, რომ ვაშინგტონი არ დაცემულა, რა თქმა უნდა, ეხლა ეგ დღევანდელი ომი ასიმეტრიულია, დღეს აღარ არის, ეხლა ვაშინგტონში ირანის დროშა არ დაედება და არც თეირანში ამერიკული არ აფრინდება, დღეს სვანაირი ომია. და აქედან გამომდინარე მე ეგრე მგონია, რომ ეს უკავშირდებოდა ირანს. რა ვიცი, თქვენ თუ გაქვთ რამე სხვა აზრი ამათთან დაკავშირებით, მეგობრებო, ეხლა ამ წუთას მეტი ინფორმაცია არ არის, სადაც უნდა ზღაპრები მოყვანოს სხვას, მეტი არ არის, გახმაურებულის არ არის ეს ამბავი, მაგრამ რა ვიცი, თქვენ თუ ფიქრობთ რამე სხვა ვარაუდი გაქვთ, დაწერეთ აბლა კომენტარებში და თუ რამე შეიცვლება ამ საკითხებს ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ, რა თქმა უნდა, მაგასაც ჩემი თავი გენაცვალოთ და ინფორმაციას მოგაწვით. რავი, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწევთ არხი და დაწერეთ აბლა კომენტარებში, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. დროებით.